ამ სურათზე თუ იპოვი შეცდომას, მაშინ გადმოგცემ აი ამ ულამაზეს შაპიტოს. 5 ლარიანი არის აქ. ეს რა არის? აბა მითხარი. საქართველოს რუკას გულისხმობ? არა, ეგ არ არის შეცდომა, რავი. ისეთია როგორიც უნდა იყოს. სანამ ეს ბავშვი იპოვოს შეცდომას, მანამდე თქვენს დაწერეთ კომენტარებში, სად არის ამ 5 ლარიანში შეცდომა. ეს არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა. ამიტომ მაგას შეცდომა არაფერი არ არის. აი ძალიან მარტივი არის. მე დარწმუნებული ვარ კომენტარებში ბევრი იპოვიდით. რა აბა? ეს ყვითელი. წერტილი რო აქვს? არა, ეგ არის. არა, ეგ ეგრე უნდა იყოს. 5-იანზე როგორი ფერებიც არის, ისეთ ფერები უნდა იყოს. ანუ შეცდომა არის, ხვდები? შეცდომა უნდა იყოს. ფერებში ნუეძებ შეცდომას, ამ ფერებში არ არის არანაირი შეცდომა. ამას დიდი მინიშნება რა მივცე, მე არ ვიცი. ხო, სხვა შორის შეგიძლიათ გამოიწეროთ, შეგიძლიათ კი არა, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ შაპიტოს გვერდი, რადგან 60.000-მდე გვიკლია ძალიან ცოტა, ძალიან. ეს რა არის? ესეც ეგრე უნდა იყოს. 5 ლარიანი არ გაქვს ნანახი? არა, 5 ლარიანი ყველას გაქვს ნანახი, მაგრამ ძალიან რთული არის ზოგადად რომ იპოვო ეგრე შეცდომა. არავინ არ ვარ დაკვირვებლები ზუსტად 5 ლარიანს რა ახატია. ხო ეგრეა. აბა რა. კაი, საბოლოოდ მოკლედ 5 წამს გაძლევ, თუ იპოვი თუ არა და ნუ რას ვიზავთ. 5, 4, 3, 2, 1. არა, შენ ვერ გამოიცანი, მაგრამ მაინც გადმოგეცემა შაპიტო. გახსენდა ვნახოთ შეგინით რა დევს. ო, შენ ამოგივიდა პარაშუტიანი კაცი. ესეთი ულამაზესი პარაშუტისტი კაცი გამოუვიდა.